დღეს ჩვენ ვიღებთ ერთი თაობის ორ ლეგენდას, რომელიც ორმა სხვადასხვა ბრენდმა შემოგთავაზა. შეიძლება ითქვას, რომ ორმა კონკურენტმა ბრენდმა შემოგთავაზა იმ დროს, მაგრამ ერთმანეთის ჯინაზე ორივეს ძალიან მაგარი მანქანები გამოვიდა. ჩემი არხი გამოიწერეთ და დავიწყოთ. მინდა რომ Mercedes-ით დავიწყო. იცით რატო? თქვენ მეძახით BMW-შნიკს ხოლმე, თან მიკერძოებულ BMW-შნიკს, რომ აი BMW გამომყავს ყოველთვის კარგი. მე ჯგუფშიც დავწერე, 200-ების ჯგუფშიც დავწერე, სწორადაც დავდე, პირადშიც მივწერე ხალხს, ვისაც შეიძლებოდა რომ მომეცია 200 და ვითხოვე რომ მეთქი კარგი სვეჟი 200 ჩვეულებრივი არა AMG. მეთქი ვისყავთ მათხოვეთ რომ გადავიღო კარგი ვიდეოს გადაღება მინდა მეთქი. არა ვინ არ გამოაჩინა. ეგეთი რაღაც არ ხდება ხოლმე, იმიტომ რომ რამდენჯერაც მანქანა მithოვია და დამიწერია და მეც დათოსაც და აი უამრავი ადამიანი გამოჩენილა და ყველას უხარია, რატომაც არა რომ გადაიღო კარგი მანქანა, კარგი ვიდეო, კარგ მანქანაზე. და არ არის. ხოდა აი ან არ არის, ან უბრალოდ როგორც შეეფერება Mercedes-ეს ამ პარტავნობა, ესეთი ეს ამბავი იყო, სხვა არ ვიცი მე რა უწოდო ამ ყველაფერს, ძალიან მინდოდა რომ მე დღეს უმაგრესი ვიდეო გადამიღო Mercedes-ზე, მაგრამ არავინ არ გამოაჩინეთ და მომიწია მამაჩემის Mercedes-ის წამოყვანა. თუმცა მე არ ვარ ეგეთი სუბიექტური ადამიანი, რომ მაგის გამო უარყოფითი ვილაპარაკო მანქანაზე და ეს არის ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი მოდელი Mercedes-ში და მაინც კარგ რაღაცებს ვილაპარაკებ იმის მიუხედავად, რომ აი ესე გამოიყურება. ვიზუალიდან რომ დავიწყოთ, მოდი ვთქვათ, რომ აი ცალკე ვიზუალად ეს აღებული კარგად გამოიყურება, მაგრამ როდესაც იმას შევხედავთ, აი იმასთან შედარებით უკვე ცოტა ასაკოვანი კაცის მანქანა არის, იმის მერე, ძველმოდური, კი, იმის მერე, ოღონდ სანამ იმას შევხედავთ. მაგრამ ისე ცალკეულად ეს მანქანა ნამდვილად კარგად გამოიყურება. ძალიან დიდი არის. იმდროინდელი Mercedes-ები თითქოს რაღაცა უფრო რა მოდელებიც ყავდა, ელეგანსი, ავანგარდი და აი ესეთ ვიზუალებს ურჩევდნენ თავიანთ მანქანებსაც. ხოლო კონკრეტულ ამ მანქანას ეს არის მამაჩემის მანქანა, რომელიც ჩვენთან მოხვდა ჯერ კიდევ 2015 წელს ევროპიდან არის ჩამოყვანილი ეს მანქანა და მამაჩემი რომ მანქანას ეპყრობა, აი ისე ცოტა ადამიანი ეპყრობა მანქანას და რადგან მამაჩემის ხელში ეს მანქანა ასე გადარჩა და ასე გამართულად მუშაობს და მოგასმენინებთ როგორ მუშაობს, ძრავი და ყველაფერი აბსოლუტურად დამიჯერეთ რომ ეს მანქანა არის უკვდავი და სწორედ მაგიტომ მიყვარს 200, იმიტომ რომ ვერ მოკლავ. არ არსებობს მკვდარი 200. მე ვერ მანახებთ მკვდარ 200-ს. ყველა დადის. ზოგი ისე დადის, ზოგი კარგად დადის, ზოგი ცალი ბორბლით დადის, მაგრამ დადის. ყოველთვის იმის რამდენიც არ უნდა კონდეს გარბენი. კონკრეტულად ამ მოდელების სენი იყო თავის დროზე, როგორც კი გამოვიდა ჟანგი. ეს კუზავ ჟანგს იკიდებდა ძალიან და ეს ხო მინუსი იყო, მაგრამ იმდენად გამძლე გააკეთეს მანქანა, რომ მაინც არავის არ გვაინტერესებს ეგ ფაქტი გქონდეს. სალონზე გადავიდით, იმიტომ რომ ვიზუალურად ამ მანქანაზე ბევრი საუბარი არ მინდა, იმიტომ რომ არ ყავს მამაჩემს ეს მანქანა მოვლილი და მოდი გადავიდეთ სალონზე. სალონს რაც შეეხება, ჩვენ აქ გვაქვს ეს მაკაგონის რაღაცეები და მოდი ახლა გთხოვთ რა, მეგობრებო, რაც არ უნდა BMW-შნიკი ვიყო და რაც არ უნდა ის იყოს, მოდი ვაღიარეთ რომ ლამაზად არ გამოიყურება ეს ყველაფერი. მაგრამ ესეც არ გვაინტერესებს, იმდენად მაინც გვიყვარს ეს მანქანა, იმიტომ რომ თავის მთავარ ფუნქციას და ზოგადად მანქანის მთავარ ფუნქციას, რომ იყოს გამძლე და იცოცხლოს ჩვენზე დიდხანს, ასრულებს იდეალურად. არ მაინტერესებს რომ აქ რაღაცა სიბრტყე არის, არ მაინტერესებს რომ აი ესეთი რაღაცა დიზაინის რაღაცები გააკეთეს, ესეთი ძველმოდური, მაშინაც კი რო ძველმოდური იყო, აი ეგეთი გააკეთეს. კლასიკურიც არ არის, აი რაღაცნაირად უბრალოდ უგემოვნოა. ეს საჭე კიდე ნორმალურია და არ არის ეს საჭე, მაგრამ ეგ სხვადასხვა BMW-ებშიც ეგრეა და BMW-ებსაც კარგი ტახფა საჭეები ჰქონდათ, მაშინ არ არის მაგასაც ვიტყვი. ხო, საჭე აქ საკმაოდ ნორმალური არის, BMW-სგან განსხვავებით, იქაც აღნიშნავ, მე ზომაში სტანდარტულად, ხო, ჩემთვის ცოტა დიდი საჭე არის, მაგრამ სტანდარტულია ძირითადად შემთხვევაში ხოლმე ამ ხელა საჭეებია მანქანებში. უბრალოდ აი ეს თვითონ ხელის მოსაკიდებელიც კარგი სქელია რა, დიდია და ცოტა ისეთი არის. ნაზიქალის მანქანა არ არის, უფრო რაღაცა აი მამაკაცური ის არის მანქანა და ჯდომიც ეგეთი აქვს, ნახეთ რა ხელა ადგილია. გვაქვს კლიმატ კონტროლი, ანუ კლიმატ კონტროლში გულისხმობ, რომ გვაქვს გათბობა და კონდიციონერი, გვაქვს ესეთი პატარა რადიო. ხო, რადიოს ხმასთან შედარებით ნორმალურია რა. ბარდაჩოკი ეგრევე ხელთათვანების ყუთი გვაქვს, აქ ზემოთ არის ამოტანილი, ანუ ზემოდან გადმოდის ესე პირდაპირ და კომფორტული არის ეგ ჩემთვის, აქ არის დიდი სათავსო ყუთი, აქ არის ხურდების ჩასაყრელი
აქაც კიდე ერთი სათავსო, აქაც კიდე ერთი სათავსო, ნუ სათავსოობით დახუნძლული არის ეს მანქანა ნამდვილად. უკანაც ძალიან დიდი ადგილია და ამ მანქანაში მოდი ვთქვათ, რომ თავიდან ბოლომდე ყველგან ძალიან დიდი ადგილია. ეხლა მინდა რომ ამ მანქანის გარბენი ვნახოთ. 388,853. ნორმალური არა, შეიძლება ითქვას, რომ ბევრიც არის. როგორი სუფთა აქაურობა, მაგრამ ნახე რა მინდა მთავარი რომ გაჩვენოთ. ძრავი როგორ მუშაობს? არანაირი პრობლემა არ აქვს. რავი, აი, ნებისმიერი ახალი მანქანა ცენტრიდან ჩინური არა დაჟე. Hyundai კი არა, მე ეგეთი დავქოქოთ, დაჟე ცენტრიდან გამოყვანილი და დამიჯერეთ, რომ აი, დაახლოებით ესე მუშაობს. ამაზე სუფთად ისიც არ მუშაობს. აი, მაგას დაგენიზლავებით ნებისმიერს, ვისაც გინდა. ხა მოდი მართლა ალალად ვაღიაროთ, რომ ეს მანქანა ვიზუალურად ძალიან ლამაზად გამოიყურება. BMW-ს მეხუთე სერია 39 არის ვიზუალურად ძალიან ლამაზი და დახვეწილი მანქანა. Mercedes-თან შედარებით მით უმეტეს. მაშინ ახლა წავუნახეთ Mercedes-მა ეს მოდელი შემოგთავაზა, BMW-მა ეს მოდელი შემოგთავაზა და ვიზუალურად რო ავიღოთ, BMW-მ ცალსახად აჯობა ვიზუალში. აიცა იმის მიუხედავად, რომ მეხუთე სერია 39-ით საკმაოდ გამძლე მანქანებია და ვერავინ ვერ იტყვის, რომ აი რაღაცა პრობლემური და ისე როგორც მესამე სერიაზე იყო წყლის პრობლემები და ელექტრობის პრობლემები ქონდათ, ამაზე ვერავინ ვერ იტყვის, რომ ესეთი პრობლემური მანქანა გამძლე გააკეთეს, თუმცა ისეთივე გამძლე ვერ არის, როგორიც Mercedes-ია რო არ კვდება და ნებისმიერი ტიპის ადამიანს რო უზავს, ეგეთი ნამდვილად ვერ არის და უნდა ვაღიაროთ ასევე ის, რომ Mercedes-ზე ბევრად ლამაზია და ბევრად კარგად გამოიყურება და ამაში +1 ფულა BMW-ს. მოდი დავიწყოთ ცხვირით. ეხლა ამ მანქანაზე ჩვენ შეგვიძლია რომ ვიზუალურად დავიწყოთ რაღაცების განხილვა, იმიტომ რომ ეს მანქანა არის ჩვენი მეგობრის იმედოსი. საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყიდა, 116 კილომეტრი ქონდა გარბენი თვითონ რო იყიდა, ახლა აქვს 118 და ძალიან ჩვენ რო ვეძახით ავტომოყვარულების სვეჟად შენახული მანქანა არის. შენ რა სიტყვი? ხო ძალიან ლამაზი. აი ეს არის მართლა სწორად თქვი, სიმპათიური მანქანა არის. ლამაზი არ არის, სიმპათიური მანქანა არის. გვერდიდან რომ შეხედავ, თითქოს დიდი მანქანა არის რეალურად, იმიტომ რომ ნუ მეხუთე სერია და რა თქმა უნდა რომ მესამე სერიასთან შედარებით უკვე დიდი ზომისაა, მაგრამ შიგნიდან რო ზიხარ არ აღიქმება ეგრე, რომ ძალიან დიდ მანქანაში ზიხარ, როგორც Mercedes-შია. ხო, ანუ BMW-ის ხასიათი აქ შენერჩუნებულია ნამდვილად, რომ შიგნიდან გგონია, რომ რაღაცა ძალიან ნორმალური ზომის მანქანაში ზიხარ და არა მეხუთე სერიაში. უკანა მხარეც რო ავიღოთ, ძალიან მომწონს და ძალიან დახვეწილად გამოიყურება. აი რაღაცნაირად არ ზედმეტი არა აქვს ამ მანქანას არაფერი და ნახეთ ახლა BMW-ს რა მომწონს თან მით უმეტეს იმდროინდელი BMW-ების რა მომწონდა. შეხედეთ Mercedes-ს მაგალითად, ხო? Mercedes აქ დამატებული აი კანტები, იმენა კანტები აქ მიდებული გვერდზე დიზაინისთვის აი ესენი აქ დამატებული მანქანას რომ რაღაცა ვიზუალი მიეცათ. და BMW რას აკეთებს იმდროინდელ მოდელებში? თვითონ კუზაოზე აქვს გამოყვანილი ზოლები. საბურავთან აი აქ, ყრილოსთან სწორდება და აქედან კი არ დაიკიდეს და აქ კი არ მორჩნენ ამას. აქ კიდე გამოიყვანეს. კაპოტის ფორმა ძალიან მომწონს სხვათა შორის და ეს აძლევს სიმპათიურობას ამას. აი რაღაცნაირად მეთიუ მაქონაჰის ვიდი აქ. ცხვირი რო აქ არც თუ ისე კარგი ფორმის, პირიქით ცუდი ფორმის რო აქვს, მაგრამ საერთო ჯამში სიმპათიურს რო ხდის, ის ცხვირი რო აძლევს მაგ ხიბლს ზუსტად ეგეთი კაპოტი აქვს ამ მანქანას. მეთიუ მაქონაჰის გავს. აი, წამოდი სალონში ხან განახო ნამდვილი სილამაზე რა არის. აი, აქ უკვე ნამდვილად ლამაზი სალონი ხდება. BMW-სუნი ხო მაგარია. ძალიან დახვეწილია. აი, ეს არის ტაფასაჭა. ხო, როგორ ნაიფიქრო რომ ეს და ის მანქანა არის ერთი თავი. აი, მაგას ვამბობ. რანაირად შეიძლებოდა რომ ისიც და ესეც ერთ წელში გამოვიდა და აი ორი მწარმოებელის ღირებულება ამდენად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. და საერთოდ ან ხედვაც კი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ეს ძალიან დახვეწილია. ერთადერთი ამაზე ვამბობ, რომ საჭე არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ბრტყელი რაღაცნაირი ტაფასაჭი არის. ხო, M-პაკეტის საჭე ლამაზია, მაგრამ ნუ ეს არ მომწონს და პირველი ამას შევცვლით, მაგრამ ოკეი, ნუ კაი ეს მოგცეს. მონიტორი როგორც არის ჩასმული, ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზი დიზაინის არის. ეს მხარე რა თქმა უნდა, იქ რო ბრტყელი არის Mercedes-ში და ნუ თითქოს ორივე ადამიანი მიწვეს, არა, ეს მძღოლზე არის თავიდან ბოლომდე მორგებული. კლიმატ კონტროლი რა თქმა უნდა, აი აქაც ესე კარგად ლამაზად არის განთავსებული ქვემოთ. ეს პატარა საჭიქეები. ნახეთ რა ლამაზად და ისე არის ჩადებული რა, რომ საერთოდ არ იქცევს ყურადღებას და თან აი ძალიან კომფორტულად ილას არის. აქაც მაკაგონები გვაქვს გამოყენებული, მაგრამ ნუ ლამაზად არის ყველაფერი გაკეთებული. აქ გვაქვს პატარა საფერფლე და ნახე მე რაც მეყვარს აი BMW-ში. რატო? მაშინ კასეტა. აქ ტელეფონის ადგილი არის, მაგრამ კონკრეტულად ამ მანქანაში არ გვაქვს ტელეფონი. ეს ხელის გასადები გამოდის, დასადები ესე. წინ უკან მოძრაობს ელექტრონული შუშები გვაქვს, რომელიც მსხვილი აქედან მართავს Mercedes-ში კიდე აქ არის განლაგებული.
ამ ადგილზე, აქ BMW-ს მძღოლს ცალკე აქვს ეს და აი ეს თითქოს აი ყველაფერი აქ დიზაინი სხვანაირია რა უქნა რა ძალიან ისე რომ სუბიექტურად რო არ გამომიდეს ნათქვამი რომ მარტო კარგს ლაპარაკობ ამაზე და იმაზე არ მithქვამს რა ვიცი თქვენ შეაფასეთ მე ეს უფრო მომწონს და უფრო მელამაზება სავარძლებს რაც შეეხება აქ გვაქვს ტყავის სავარძლები რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება რბილი სავარძლები არის რბილი ტყავისგან არის დამზადებული და ფორმაც კარგი აქვს და ძალიან კარგად ვზივარ აი რაღაცნაირად სავარძელში ვზივარ ეგეთი ვიდი აქვს ამ მანქანას და აი შიგნიდან სივრცე არის აი წეღან როგორც ვთქვი შიგნიდან არ აღიქმება რომ მეხუთე სერიაში ზიხარ აი თითქოს უფრო პატარა ზომის მანქანა და Mercedes-ში რო ზიხარ მგონია რომ გემში ზიხარ იმხელა არის კაი ეხლა წამოდი გავიაროთ და ისე ვისაუბროთ ამ ავტომობილებს აუ ძრავი თქვენ გონიათ ეხლა BMW-ს ძრავი ცუდად იმუშავებს შევიჯო დაქოქანა საათი სახში საათი მაქვს მამაჩემ აიყიდა ის არ მუშაობს ასე გამართულად ეს რომ მუშაობს შენ ხო იცი ეგ საათად გელამ რო იყიდა ყველაზე კარგი ერთია ფერსა კი, ეგ საუკეთესო ახლა გელამ ეყიდა, მაგრამ ის არ მუშაობს ისე გამართულად ეს რომ მუშაობს. ინტრიგანი თუ არ ხარ, რა წული უნდა უპოვო ამ მანქანას მე ვერ ხვდები. წავგავიაროთ. აი ხა ნახე გადავიული ბუგაროქსი. გამანქანებში უკვე ალუმინის სავალნაზლები გამოიყენეს ფლიანად. ბალიკაც კი ალუმინის აქვს განაფარეს. წი ყველაფერი ალუმინი აქვს შესაბამისად სტატის რბილად და სასიამოვნო. რაღაცნაირად დგას გზაზე. რა მომწონს იცი? ყარად დგას, მაგრამ თან არ იგრძნობა საფარსრო ეხები ისეთი აი რაღაცნაირია. არც ერთ BMW-ს არ გავს. ეხლა 98 ხა ძალიან კარგად დგას გზაზე და მაგ მანქანის ეგ მიყვარს ყველაზე მეტად, რომ აი იდეალური შეგრძნება აქვს გზაზე დგომის, მაგრამ ამას საერთოდ სხვანაირი აქვს. რა კარგად დადის. საერთოდ არ ირწევა. ოდნავ საერთოდ რწევა არ აქვს. აი ხა მოსახვევში შევიდეთ, აი ნახე. აუ ეს ძალიან მიყვარს ამ მანქანის რა გავაკეთო. აი ეს სიარული რაც აქვს 39-ს, ეგეთი სიარული არც ერთ მანქანაზე არ მინახავს. ეს ამ მანქანა 10 თავისჯობია 200-ს. გამძლეობით არა, მაგრამ სიარულით და მანერით და ხასიათით მე მომწონს. ვიზუალით, ინტერიერით. კი, ვიზუალითაც, ინტერიერითაც. კი, ყველანაირად ჯობია ნამდვილად. მაგრამ 200-იც არ არის ცუდი თუ ვთქვათ AMG პაკეტს იპოვი და იყიდი ოვლილ მანქანას. დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კარგი მანქანა იქნება. გელას მანქანას ეს არ უნდა შევადაროთ რა. თუმცა გელას მდგომარეობაში ყავს თავის Mercedes-ი და დაახლოებით 90% Mercedes-ის შეიძლება მეტიც ეგრეთი დადის თბილისში. იმის მიუხედავად, რომ გამძლია ეს მოდელები, მაინც სჭირდება BMW-სეული მოვლა. Mercedes არ ჭირდება მოვლა კი არა საერთოდ ანუ მაგ მანქანაზე მეტი სერვისი ჭირდება BMW-ს უბრალოდ რა. ხო, და BMW-ზე მუშაობს ახალი. იდეალურად კოლოფი ვაფშე ისე რთავს, რომ წამიერადაც კი არა აქვს რაღაცა ის. შეგრძნება. ვერ ხვდები როდის რთავს. ძალიან მაგრად მუშაობს. ეს იყო ხარისხი. კი ოღონდ მაგ კიდე ერთხელ უნდა ვთქვა, რომ მე არ დამდონმე Mercedes-ში იქნება, ბრალი BMW-ში იქებაში. იმიტომ მუშაობს ამ მანქანის კონკრეტულად ამ მანქანის კოლოფი ესე რომ ძალიან პატარა გარბენი აქვს და ძალიან მოვლილია. Mercedes-ი როგორც მამაჩემს ყავს მოვლილი ისეთი რომ იყოს ვერ იმუშავება. ასე ვერ იმუშავებს და ის მანქანა როგორი მოვლილიც არის, ესეც ესე რომ იყოს. მაგას ვაღიარებთ. კი ბატონო. BMW-ში ნიკებ, კაი ხალხი ვართ, ვაღიარებთ ჩვენ რაღაც. ეგრე კი არა. ხოდათ. იმდენად განსხვავდება დიზაინები ახლა როგორც გარე ასევე შიდა დიზაინი რომ ვერ შეადარებს საერთოდ რა აბსოლუტურად სხვა მანქანებია. კლასი ერთი და იგივეა, ერთი და იგივე ესე ვთქვათ ბიზნეს კლასია ორივე, თუმცა დიზაინით იმდენად განსხვავდება სიარულის მანერითაც ყველაფრით რომ თითქოს იტყვი რომ ვაფშე სხვა მოდელი ამას არ უნდა შეადაროს საერთოდ. AMG-ო შევადაროთ ამის და 39-ის M5 რა. აი ცალსახადი 39-ის M5. სადა დედამიწა არის სხვაობა. ეს საერთოდ ახლოსაც კი არ არის მანქანა რა. AMG M-თან. ყველაზე მეტად რაც მაგვირებდა Mercedes-ში ყოველთვის დიდ ძრავებზე ბლოკირება არ ქონდა მანქანას. აი AMG-ს ყიდულობდნენ და ბლოკირება არ ქონდა. ხო. აი ბოლო წლებში რაღაცა ქნეს, რაღაცა ელექტრონული რაღაცები გააკეთეს, თუმცა მანამდე ბლოკირებულ ხიდებს არ დაიყენებდნენ. არ ვიცი, ვერ ვხვდები. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ორ მანქანას შორის ყოველთვის ავირჩევ მეხუთე სერიას 39-ს მაინც როგორც მექნება საშუალება და ჩავარდება ძალიან სვეჟი 200-ი ვიყიდი. ჯერ მარტო ტურინგები შეადარე, ხა ეგერ მიდის 200-ის ტურინგი. 200-ის და სად 39-ის ტურინგი და სად ის. აი 200-ის ფურგონი არის ჩვეულებრივი კატაფალკა. აი ძალიან მახიჯია რა, აი იმდენად მახიჯია რომ აი რა ვიცი რა გითხრა.
და 39-ის ტურინგი 39-ის ძალიან ლამაზია. ზოგადად BMW-ს ყველა ტურინგი ძალიან ლამაზია. კი. ამაზე გონია რომ არავინ არ დაობს, იმიტომ რომ BMW-ს ულამაზესი ტურინგები ყავს. იმ F-სერიის ტურინგი ვაფშე ულამაზესია. G-სერიის ახალ G91 რო გიჟდები ხო იცი? ძალიან ლამაზია, ძალიან. სხვადასხვა არა ისა Amy G91. ეგეც ძალიან ლამაზია. ხო, რაღაც არის, აზარით ნობრიტარი არის. ეგეც ძალიან ლამაზია და მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ამ ეტაპზე მომწონს F-ის ტურინგი რა. F-ის ტურინგიც ლამაზია. E36-ის ტურინგიც ლამაზია. ამ მანქანაზე აქ დავასრულოთ საუბარი, რომ მართვის სტილით ჩვენ ხასიათს BMW უფრო ერგება. ხო, რაღაცა ძველი ის მოაქვს, ვაიბი მოაქვს ძალიან. გადავეწექით მოსახვევში. სავარძელი ზედია, არაფერს არ აკეთებს, არც გიჭერს არ. რაღაცნაირია რა. მე დირექტივაზე ცუდ გზაზე გადადია. ეხლა გადავა. მაინტერესებს. ეს ვენტურა რო არის, ხო, აფრიკაში ესე შევა და სწორგზაზე რომ ეს ასეთია, ეს მანქანა. ხო და ეგ არის ის ვენტურას მანქანა. უზოს უსულებს სადაზე იამა რო არის, წინათ სკვირი ჩადის ეს იამაში. მარჯვენა მხარე აბოდის. უზოს ორად არის აბოდის. ყველა მხარე ჩადის აბოდის. ნებისმიერ რაღაცას გრძნობა მანქანაში, რასაც მანქანა აკეთებს. აბა გადავედით. მეტერბილი რა გინდა რა. როგორც მამა ჩემი იტყო და BMW არის როგორი ვიციო? მოფერება ჭირდება და მოფრთხილება ჭირდება. თორემ მეც მიყვარს BMW. Mercedes-ს არ ჭირდება. გიალა BMW-შნიკია. გიალა BMW-შნიკი. იმენა BMW-შნიკი. ასეთ გზებზე Mercedes იმით BMW-ი ვერიული დაგენანება რა. ვერი შანსი. Mercedes-ი მინდი იგრიალე. ანუ სიარულით იული, მაგრამ გაწამდები ძალიან ნელა უნდა იარო. და დაგენანება ყველაფრისთვის მართლა და ამით ეს სავალი ნაწილები ვფიქრობ, რომ შედარებით ნაკლებ რესურსიანი აქვს BMW-ს ვიდრე Mercedes-ს. კი. ამისი ძლებს რა მაინც რა. კი. ზოგადად ეს მანქანა უფრო გამძლე არის. მაგას რა თქმა უნდა. просто აი ეს რომ ქანაობა რაც არის, ამის ქანაობას ვერ ვიტან რა. გვერდზე რა აი ამით უჭირავს მე მომხარებელი Mercedes. ახლაც ეგეთ დებილობა მანქანებს უკეთებს. AMG-ში ზუსტად და აი გეღონება გასწრული აქვს ამაზადორები რა. რატომ ეგეთ რაღაცები რა, მაგრამ მაგით უჭირავს. აი მოსწონს ხალხს რა. იმენა მოსწონთ ეგეთი ისა დაგიდება. მე მაგალითად აქ ხე გვერდზე რომ ვიზო, ცუდად გავხდებოდი ეგრე. მაგრამ სამაგიეროდ ვიცი რომ ამ მანქანას არაფერი არ მოყვა. აბა გადავქანავდეთ ერთი კიდე. აი ესეც კაი ავტოსერვისი არის. ხო, მართლა ვეძებ რამე სივრცე, სადაც გავაკეთებ ზეთების პუნქტს, ქარტრაკის ოფისს, სტუდიას, პატარა სერვისს და ასე შემდეგ. ვიქირავებ. იმეს თუ გაქვთ რამე ეგეთი, შემახმიანეთ. კარგად გილასობთ. კარგად გიწევ. აივე გულივერა, ჩამოვხსენით. ჩამომსხედით. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ იმ დროს ეს ორივე ბრენდი, ანუ BMW-ს და Mercedes-იც უშვებდა ისეთ მანქანებს, რომ მომხმარებელს ერთადერთი კითხვა ჰქონდა, რომელი ეყიდათ. და არა ის ამას ის ქონდა და იმას ეს არ ქონდა. არა, ორივე ძალიან ხარისხიან და მაგარ მანქანებს უშვებდა. უბრალოდ თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იყო მომხმარებლის ხასიათზე, რომელი ბრენდის მანქანას აირჩევდა. და რა თქმა უნდა, ლოიალურობაზე, რომელი ბრენდის ლოიალური იყო იმ დროს კონკრეტული მომხმარებელი. და ეს იყო ძალიან მაგარი დრო ავტომობილების ისტორიაში რა. მე ძალიან მიყვარს მაგიტო ეგ პერიოდი ზოგადად, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მანქანები იქმნებოდა. კონკრეტულად ამ ორ მოდელს რაც შეეხება, მე ორივე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ორივე ისტორიულად ძალიან გამორჩეული მოდელი არის. თუმცა იმ დროს რომ დაუბადებულიყავი, ვიყიდი აუცილებლად მეხუთე სერიას, იმიტომ რომ ჩემ ხასიათს ეგ უფრო ერგება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეხუთე სერია მეტია რამით კონკრეტულად 200-ზე. არა, უბრალოდ ჩემ ხასიათს ერგება ეს და მაგიტომ. რაც შეეხება ახლა ამ განხილვას, ეს იყო ჩვეულებრივი E39-ის და 200-ის ჩვეულებრივი მოდელის განხილვა, ასე ვთქვათ. ისეთი განხილვა, რასაც ქვია თავისი გაზაობა, დრაგი, ვნახოთ რა ვინ რომელი უფრო ჩქარია, რომელი უფრო ძლიერია, ასეთი რაღაცები უკვე AMG-ზე და M5-ზე იქნება, რა თქმა უნდა, მაგ მოდელებს გადავიღებ. ერთი AMG უკვე ვიპოვე და ჯერ ვერ ხერხდება იმის გადაღება, დაახლოებით 1-2 თვეში მოხერხდება და უკვე M5-საც ვეძებ. სხვასაც თუ ყავთ რაღაცა კონკრეტული AMG განსაკუთრებული კომპლექტაციით და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, შემოგთავაზეთ, ეგეც საინტერესო იქნება და შემდეგ უკვე გადავიღებთ და ძალიან მალე იქნება ეგ ვიდეოც
ვიდეოც ამ კონკრეტული 210 AMG-ის და 39 M-ის დაპირისპირება და მან ვნახავთ უკვე რომელი უფრო ძლიერი და სწრაფ მანქანას გვთავაზობდა, BMW თუ Mercedes. ამ შემთხვევაში კი თქვენ გაკეთეთ არჩევანი თქვენ რომელი გირჩევნიათ. იმიტომ რომ ორივე ძალიან მაგარი მოდელია და თუ ავტომოყვარული ხარ, კოლექციაში ორივე უნდა ყავდეს აუცილებლად. გამოიწერეთ ჩემი არხი, ამ ვიდეოშიც თამაშდება 50 ლიტრის საწვავი, ოღონდ საწვავს რო გავათამაშებ, ხალხო გამოჩნდით, მე კომენტარებში რეპლაი დრო გიწერთ ხოლმე, მოიგე საწვავი და რო არ ჩანხართ არსად. გამოჩნდით, თორე საბოლოოდ მივმართავ ხერხს, რომ სუბიექტურად გავათამაშებ 50 litrს, ვინცაც შევამჩნევ ხოლმე, რომ ყველაზე მეტად აქტიურობს ჩემ ვიდეოებზე, მიწერს დებილობა კომენტარებს და რაღაცებს უმელაპარაკება ხოლმე YouTube-ზე, აი მაგათ გადავცემ ხოლმე სათითაოდ ყველას ჩემ აქტიურ მაყურებელს. სპონსორებს რაც შეეხება ჩვენ დიდი ხანია CRX-ის ვიდეო არ დაგვიდევს, იმიტომ რომ ეხლა ყველაზე გრძელვადიანი სამუშაოები მიმდინარეობს CRX-ზე, რაც არის სათუნუქე და ღებვა, მოკლედ თუნუქი აღარა აქვს, მაგ მანქანას მთლიანად ფაიბერი და შპაკლია, მაგრამ ხო, რაც არის ეგენი მიმდინარეობს, მოკლედ ეხლა დავტოვე შესაძლებად და საბოლოო სახეს განახებთ CRX-ისას. ამ პროექტის სპონსორები რა თქმა უნდა არიან Karoo და Connect-ი. Karoo-ს დახმარებით შეგიძლიათ რომ თქვენი ავტომობილები სახლიდან გაუსვლელად შეაკეთოთ, ხოლო Connect-ის დახმარებით შეგიძლიათ რომ თქვენს ავტომობილში მუდმივად მაღალი ხარისხის საწვავი იყოს. Connect-ი ათამაშებს ამ 50 ლიტრის საწვავსაც ჩემ არხზე. თავარი პირობა არის რომ ჩემი არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი, Connect-ის პოდკასტის არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი და დებილობა კომენტარი უნდა დამიწეროთ ამ ვიდეოზე. და ყველა ვიდეოზე უნდა დავწეროთ დებილობა კომენტარები, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ YouTube-ზე დებილობა კომენტარების დაწერის ტრადიცია. დროებით გამოიწერეთ ჩემი არხი.